ჩვენი გადაცემის შემდგომი თემაც ასევე ძალიან აქტუალური და საინტერესოა. ეს არის ინფექციური დაავადებები და ინვიტრო განაყოფიერება. რა ინფექციური პათოლოგიების დროს არის უკუნა-ჩვენები ინვიტრო განაყოფიერების ჩატარება, ასევე რა ინფექციები უშლიან ხელს ემბრიონის სრულფასოვნად განვითარებას და რა რჩევები უნდა გაითვალისწინონ იმ მომავალმა დედებმა, რომლებიც ქრონიკული ინფექციის მატარებლები არიან. გეთახმები, კეთი, ძალიან ბევრი ინფექციაა, რომელიც შეიძლება დედიდან ნაყოფზე გადავიდეს და უამრავი ქრონიკული ინფექცია არსებობს, თქვათ, ერთ-ერთი მათგანი შეიძლება იყოს B ჰეპატიტი, რომელიც ადამიანს ქრონიკული B ჰეპატიტი, რა თქმა უნდა, არ ამწვავე, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში საჭიროებს მკურნალობას, ყოველდღიურ მკურნალობას და ასეთივე ტიპის ინფექცია არის აივიშიცი, რომელსაც მუდმივად ყოველდღიურ რეჟიმში ჭირდება გარკვეული პრეპარატების მიღება. თუმცა, თუ არ ვსაუბრობთ ჩვენ თქვათ ინფექციებზე შედარებით უფრო თითქოს ესეთი ბავშვისთვის დამახასიათებელი ინფექციები, რომელიც თქვათ თითქოს მსუბუქია, თითქოს არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, მაგრამ ორსულობის შემთხვევაში ძალიან სერიოზულ პრობლემას ქმნის და ხშირად ნაყოფი ძალიან სერიოზულ დაზიანებას შეიძლება გამოიწვიოს, როგორიც არის მაგალითად წითურა, როგორიც არის წითელა, თქვათ, როგორიც არის გერპეს ვირუსული ინფექცია, ციტომეგალოვირუსული ინფექცია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვიცით, რომ ინფიცირებულია ორსული ქალი, აი როგორ უნდა ვმართოთ ორსულობა, ან თქვათ, როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ ავიცილოთ თავიდან სწორედ ორსულობის პერიოდში ინფიცირება. ეს თემა მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბევრმა ვირუსის მატარებელმა ადამიანმა შესაძლოა არც კი იცოდეს, რომ ის ინფიცირებულია. როგორია ორსულობის დაგეგმვამდე რუტინული სკრინინგი ვირუსულ ინფექციებზე? შეგვიძლია თუ არა ინვიტრო განაყოფიერებამდე გამოვიკვლიოთ ემბრიონი, არის თუ არა ის ინფიცირებული. მოკლედ, მედიცინა ამ მიმართულებით წინ წავიდა და ბევრი თემაა უკვე შესაძლებელი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თემაა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები. შესაძლებელია თუ არა ორსულობის დროს მათი მკურნალობა, ისე რომ ნაყოფს საფრთხე არ შეექმნას. ასევე როგორ ხდება ასეთ რო მშობიარობა საგეისრო კვეთით თუ ფიზიოლოგიური გზით. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა აივი, როგორც მაიამ ახსენა, მაგალითად პარტნიორებს შორის თუ მაგალითად მამაკაცი არის აივით ინფიცირებული და მისი მეწყვილე ქალბატონი პრეპს ღებულობს, როგორ უნდა დაიგეგმოს მისი ორსულობა და შემდგომში როგორ უნდა მოხდეს მშობიარობა. სწორედ ამ ძალიან საინტერესო თემებზე დღეს ჩვენ სასაუბროთ მოვიწვიეთ კლინიკა GGRC-ის კლინიკური დირექტორი, პროფესორი, პათოლოგ-ანატომი და ემბრიოლოგი ნინო მუსერიძე და ექიმი ინფექციონისტი თეონა ბუაჩიძე. აქტუალური თემაა, რომელზედაც ხშირად არ გვიწევს საუბარი, მაგრამ თემა სამწუხაროდ საყურადღებოა და ყურადღება მისაქცევი, იმიტომ რომ ბევრი არ არის ინფორმირებული და შეიძლება რაღაც ისე მოხდეს, რომ მხოლოდ ინფორმაციის ნაკლებობამ გამოიწვიოს არასასურველი შედეგი. თეონა, პირველი კითხვა თქვენთან მექნება. ყველაზე ხშირი ინფექცია რომელია ის, რომელიც იწვევს ემბრიონის დაზიანებას? მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. დღეისათვის არსებობს სინდრომი, ეგრეთ წოდებული ტორჩ ინფექციების სახელწოდებით, რომელიც აერთიანებს მთელ ინფექციურ დაავადებებს. ის შეიძლება დაემართოს როგორც ორსულს, ასევე არაორსულს. ორსულობის პერიოდში მას შეუძლია გამოიწვიოს ნაყოფის სერიოზული დაზიანებები, აგრეთვე მშობიარობის პერიოდში და ძუძუთი კვების შემთხვევაში. ინფიცირება და შემდგომ სერიოზული პრობლემები შეუქმნას როგორც ორსულს, ასევე ნაყოფს. მათგან დამახასიათებელია ტოქსოპლაზმოზი, აგრეთვე სხვა ინფექციები, აივი, ვირუსული ჰეპატიტები B და C, სიფილისი, ციტომეგალოვირუსი და აგრეთვე ჰერპესის პირველი და მეორე ტიპის ვირუსები. და ეს ყველაფერი ისე შეიძლება ხდებოდეს, რომ არ იცის ადამიანმა და შედეგების ფაქტის წინაშე შედეგება. რა თქმა უნდა, შესაძლოა იცოდეს ორსულობამდე და თუ მაგალითად ინფორმირებული არ არის პაციენტი, ჯობია ორსული ამ შემთხვევაში უმჯობესია მიმართოს ექიმს და ჩაიტაროს სათანადო გამოკვლევები ორსულობის დაგეგმვამდე ან ორსულობის პერიოდში. ისე სკრინინგი არ არსებობს ორსულობის დაგეგმვამდე, რაღაცა ისეთი, რომელიც ავალდებულებს ადამიანს აი ამ ყველა განვითარებულ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც არსებობს სკრინინგი B და C ჰეპატიტზე, აივ ინფექციაზე და სიფილისზე. ამიტომ ყველას უტარდება ეს გამოკვლევა, თუ ორსული ინფიცირებულია რომელიმე მათგანით, ეს არ წარმოადგენს ორსულობის უკუჩვენებას. რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს უკუჩვენებას ორსულობის, მაგრამ შესაძლებელია ამ დაავადებების მართვა ორსულობის პერიოდში და ორსულ დედას შეუძლია, რომ ეყოლოს სრულიად ჯანმრთელი ბავშვი. ხო არის ესეთი ინფექციების და ისეთი ვირუსებიც, რომელიც იწვევს ნაყოფის ინფიცირებას. აი რომელია ასეთი და რა დროს უნდა იყოს განსაკუთრებით დედა ყურადღებით და რა დროს უნდა ჩატარდეს აუცილებლად პრევენციული მკურნალობა, რომ ეს არ მოხდეს.
ეხლა ჩვენ როცა ვსაუბრობთ დედაზე და ბავშვზე, მაგრამ მე ვისაუბრებ ამ შემთხვევაში ინვიტრო განაყოფიერებაზე. როგორც ვისაუბრეთ, ჩვეულებრივად შეიძლება პაციენტმა არ იცოდეს და შეიძლება ის ისე დარჩეს ორსულად, რომ მან არც მიმართოს ჯერ ექიმს და უკვე ორსული მივიდეს, აქედან გამომდინარე, მას შეიძლება არ ჰქონდეს ჩატარებული სათანადო კვლევები. აი, რაც შეეხება ინვიტრო განაყოფიერებას, ჩვენ გვაქვს აუცილებელი კვლევები და ამაში აუცილებლად შედის ინფექციური პათოლოგია ყველა ტიპის, როგორც ვირუსულ, ასევე ბაქტერიულ ინფექციაზე და არ შეიძლება ჩატარდეს რომელიმე ტიპის პროცედურა, თუ ვიცით, რომ მაგალითად ან ქალი, ან მამაკაცი ინფიცირებულია. შესაბამისად, ინფექციონისტი ჩვენთან თამაშობს ძალიან დიდ როლს. იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად როცა საუბრობთ აივ ინფექციაზე, ჩვენ ყავს პაციენტები, რომლებიც არიან აივ ინფიცირებულები, ნამდვილად. ეს არ არის უკუჩვენება იმისი, რომ ინვიტრო განაყოფიერება ჩაატარო, მაგრამ პაციენტმა იცის ეს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აივ ინფექცია იყოს არა გამოვლინებული არც ბიოლოგიურ მასალაში, არც სისხლში. ანუ not detective არის ესეთი, დიახ. არ არის ინფიცირებული, როცა ჩვენ ანტისხეულებს გავაკეთებთ, მაგრამ სწრაფი ტესტით, რა თქმა უნდა, პოზიტიური ამოდის. მაგრამ პაციენტმაც იცის, რომ ამ დროს პრაქტიკულად მისი ინფიცირება შეუძლებელია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეუძლებელია ამ ბიოლოგიური მასალით შეიქმნას ბავშვი, რომელსაც ექნებათ ინფექცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არის ქვეყნები, სადაც ირეცხება კიდევაც ბიოლოგიური მასალა, მაგრამ საქართველოში ჩვენი, ასე ვთქვათ, კანონმდებლობით მიღებულია, რომ ჩვენ ვიმუშავებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ბიოლოგიურ მასალაში PCR-ი გაკეთებულია, ჩატარებულია და არ დასტურდება ვირუსის არსებობა. შესაბამისად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც პაციენტისთვის, ასევე პაციენტი ინფორმირებულია, რომ მას არ შეიძლება ეყოლოს ინფიცირებული შვილი და ნამდვილად დაცულია ასევე დედა, რომელიც ორსულია იმისგან, რომ არსებობს პარტნიორი, რომელსაც მამას აქვს მაგალითად და დედას არ აქვს ამ პირიქით, ხო? რომ პარტნიორებთანაც არ იქნება პრობლემა. მოგეხსენებათ, რომ 2004 წლიდან არის შიცი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედებული საქართველოში, 2005 წლიდან ყველა ორსულს, აიუ პოზიტიურს საშუალება აქვს ჩაიტაროს მკურნალობა სრულიად უსასყიდლოდ და 2005 წლიდან არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა აივ ინფიცირებულის დედის ახალშობილი ყველა დაიბადა ჯანმრთელი. ამიტომ ვინც მკურნალობას იტარებს მთელი ორსულობის პერიოდში, მათ უჩნდებათ ჯანმრთელი შვილები. რაც შეეხება ბედაცე ჰეპატიტის შემთხვევაში, აქ სხვაგვარად არის სურათი, პაციენტს შეუძლია დადებითი სტატუსის შემთხვევაში იმკურნალოს C ჰეპატიტზე და 6 თვის შემდეგ დაგეგმოს ორსულობა. რაც შეეხება B ჰეპატიტს, ამ შემთხვევაში ეს ქრონიკული დაავადება, თუმცა მართვადია ქრონიკული B ჰეპატიტის შემთხვევაში მთელი ორსულობის პერიოდში ხდება ვირუსის განსაზღვრა გარკვეულ დონეზე და შემდგომ უკვე B ჰეპატიტის ახალშობილს დაბადებისთანავე პირველი 12 საათის განმავლობაში უტარდება აქტიური და პასიური იმუნიზაცია. B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და იმუნოგლობულინის დაბადებიდან პირველი 12 საათის განმავლობაში. გამერწმუნებით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და გამარჯვება არის მე ვიწყვილ ჩვენი ჯანდაცვის სისტემის, იმიტომ რომ ეს არის ყველა ძირითად განვითარებული ქვეყნის პროტოკოლი, როდესაც არა მარტო იმუნიზაცია ტარდება, არამედ იქ სადაც დედა ინფიცირებულია, იმუნიზაციასთან ერთად იღებს სწორედ იმუნოგლობულინს, რომ ეს ვერტიკალური ტრანსმისია, ვერტიკალურად გადაცემა დაავადების დედიდან შვილზე პრაქტიკულად ნულამდე იყოს დაყვანილი. რა თქმა უნდა. ჩვენ ვსაუბრობთ სქესობრივად გადამცემ, ვთქვათ, ინფექციური დაავადებებზე, მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური, ესე ვთქვათ, აქტით ხდება დაორსულება, ხო? მაგრამ მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ინვიტრო განაყოფიერებაზე, რამდენად შესაძლებელია ამ დროს და რამდენად არსებობს ისეთი ინფექციები, დროსაც სპერმატოზოიდს გადაყვება თვითონ ინფექცია და არ არის ეს, ვთქვათ, რაღაცა სქესობრივი აქტით გადამდები ინფექცია. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი შეკითხვაა. რა თქმა უნდა, როცა აღნიშნეთ, რომ ბიოლოგიურ მასალაში აუცილებლად კეთდება PCR მეთოდით, ასევე კეთდება ყველა იმ ინფექციის გაშიფრვა, რომელიც არსებობს და მინდა აღნიშნო, რომ ინვიტრო განაყოფიერების შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა შემთხვევაში არის თუ არა ინფიცირებული, ირეცხება ბიოლოგიური მასალა.
ანუ სრულიად გარეცხილ მდგომარეობაში მოხდება ის ემბრიოლოგის ხელში. შესაბამისად, იმის საშუალება, რომ სპერმატოზოიდმა გადაიტანოს რაიმე ინფექცია, ამ შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია და მინდა გითხრათ, რომ თუ რომელიმე ინფექცია, მაგალითად, სტაფილოკოკის, სტრეპტოკოკი ან ჩვეულებრივი ინფექცია, რომელსაც ჩვენ ხელზე ვატარებთ მაგალითად, ანუ შეიძლება მაშინ მოხდება აუცილებლად ემბრიონის ინფიცირება და ემბრიონის განვითარება არ მოხდება. ანუ არ არსებობს ინვიტრო განაყოფიერებაში იყოს ინფექცია და განვითარდეს ემბრიონი. შესაბამისად, როცა ვსაუბრობთ C ჰეპატიტზე, B ჰეპატიტზე, როგორც თეონემ აღნიშნა, აივ ინფექციაზე, ეს არის ვირუსები, რომლებსაც აუცილებლად ტესტავთ და ბაქტერიებს რაც შეეხება, თუ ბაქტერია რეალურად ექსტერილური გარემოა და ყველა ჩამონარე ცხი ყოველთვის ირეცხება და ყოველთვის ჰეპაფილტრების ქვეშ ხდება დამუშავება და ანუ ბიოლოგიურ მასალასთან მუშაობა რეალურად არ მოხდება პირველიდან ბოლო დღემდე ემბრიონის განვითარება თუ იქ არის ჩვეულებრივი ბაქტერიული ინფექცია. იმიტომ რომ განადგურდება თვითონ ემბრიონი. შესაბამისად, ამის ალბათობა პრაქტიკულად არ არსებობს. უბრალოდ როცა ვსაუბრობთ B ჰეპატიტზე, C ჰეპატიტზე და აივ ინფექციაზე და ასევე სიფილისზე, ესენი აუცილებლად იტესტება და პრაქტიკულად რო ვთქვათ, საქართველოშია რომ შემოდის პაციენტი და შეიძლება ექიმი ესალმება და არ იცის მან უსაფრთხო სისხლი არის თუ არა გაკეთებული, არც ერთ სხვა ქვეყანაში რეალურად და ინვიტრო განაყოფიერებაში პრაქტიკულად ჩვენ არც კი ვყინავთ ბიოლოგიურ მასალას თუ არ არსებობს ანუ ამ 4 ინფექციაზე გაშიფრული ბიოლოგიური მასალა, რადგან როდესაც ჩვენ სპერმის ბანკი არსებობს და ბიოლოგიური მასალის ბანკი არსებობს, ჩვენ გვაქვს ცალკე შენახვის მეთოდი იმ ადამიანებისთვის, ვინც არის ინფიცირებული C, B ჰეპატიტით, სიფილისით და დაუშვათ შიდსით და იმ პაციენტებისთვის, რომლებისთვისაც არის განკუთვნილი ის სტერილური გარემო, სადაც არ არსებობს ასეთი ვირუსული ინფექცია. აი ამ ვირუსული ინფექციები და ინფექციებით ინფიცირების შემთხვევაში, როგორია მშობიარობის გზა, ანუ ვირჩევთ ბუნებრივ გზას თუ კეთდება საკეისრო კვეთა? ყველა შემთხვევაში ხდება ბუნებრივი მშობიარობა, თუ ვირუსის კონცენტრაცია სისხლში აივის შემთხვევაში ნულია, საკეისრო კვეთა ამ შემთხვევაში არ კეთდება. B ჰეპატიტის შემთხვევაშიც მესამე ტრიმესტრში ისაზღვრება ვირუსის კონცენტრაცია სისხლში, თუ ის არ აღემატება გარკვეულ მაჩვენებელს, შესაძლებელია ბუნებრივი გზით მშობიარობა. რაც შეეხება C ჰეპატიტს, აქაც შესაძლებელია, რომ მშობიარობა ჩატარდეს ბუნებრივი გზებით. რაც შეეხება ახლა ძუძუთი კვებას, B და C ჰეპატიტის შემთხვევაში ძუძუთი კვება დაშვებულია. ერთადერთი რისკი, რამაც შეიძლება ახალშობილის ინფიცირება გამოიწვიოს, ეს არის კანის კანთან კონტაქტის შედეგად ნახეთქების გაჩენა. ამიტომ შეიძლება დაინფიცირდეს ახალშობილი. ამიტომ მიმართავენ ნახეთქების პროფილაქტიკას. რაც შეეხება აივის შემთხვევაში, აქ უკუნაჩვენებია ძუძუთი კვება. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ხშირად შეიძლება შეგვხვდეს და რაც შემდგომ ახალშობილებში სეფსისის ერთ-ერთი ძირითადი გამსაზღვრელია, ეს არის B ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექცია, რომელიც შეიძლება ორსულ ქალს დაუდგინდეს და შემდგომ ტრანსმისია აქაც ანუ გადაცემა მოხდეს ორსულობის პერიოდში, უშუალოდ მშობიარობის დროს ძირითადად თქვათ ბავშვზე. როგორ უნდა მოვახდინოთ, რომ პროფილაქტიკა იყოს და არ გადაეცეს ეს ინფექცია დედიდან ბავშვს? მოგახსენებთ, ორსულობის 36-37 კვირაზე კეთდება GBS გამოკვლევა, ასე ვთქვათ. ვაგინალური ნაცხის და შარდის, თუ პოზიტიურია GBS-ზე. რა თქმა უნდა, ყველა ორსულს უტარდება რუტინულად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნაყოფი არის ინფიცირებული, არც მკურნალობის არანაირ მეთოდს არ მიმართავთ. ანტიბიოტიკოთერაპიის ჩატარება ხდება მხოლოდ მშობიარობის პერიოდში და ახალშობილზე დაკვირვება არაუგვიანეს 8 დღის განმავლობაში. რუტინულად კეთდება ანალიზები, სისხლის საერთო ანალიზი, C-რეაქტიული ცილა და აგრეთვე კლინიკურ მდგომარეობას აკვირდებიან ახალშობილის. ძალიან ხშირად ჩვენ როცა ვსაუბრობთ, აქ არის ხოლმე ორსულობის მესამე ტრიმესტრში და შემდგომ უკვე ლოგინობის ხანის ინფექციებიც, რომელსაც აბსოლუტურად მართავს ხოლმე ყოველთვის გინეკოლოგი. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ მხოლოდ დედაზე ან მხოლოდ ბავშვზე, არ არის აუცილებელი, რომ ორივესთან იყოს. ყოველთვის მნიშვნელოვანია ერთის ჯანმრთელობაც და მეორეს ჯანმრთელობაც. აქედან გამომდინარე, ყოველთვის განსასაზღვრია ის, რომ მესამე ტრიმესტრში ეს რუტინულში შედის, აბსოლუტურად ყველა ორსულის გამოკვლევა ხდება
ბაქტერიოლოგია აუცილებლად კეთდება და ყველა ორსულის თაობაზე, როცა ის სამშობიარო სახლში შედის, რეალურად მე ან გინეკოლოგმა იცის რა პრობლემა აქვს პაციენტს და აქვს თუ არა მას შეხება ბაქტერიულ ინფექციასთან. კიდევ ერთხელ ხაზი რო გავუსვათ, ანუ ამ დროს ბაქტერიოლოგიურად დადებითი ნაცხი არ არის ჩვენება საკეისრო კვეთისა, არამედ მშობიარობის დროს უშუალოდ თავისუფლად შეიძლება მკურნალობა ჩატარდეს და არანაირ პრობლემას ეს არ წარმოადგენს და რეალურად უტარდება. აქვე დავამატებ, რომ თუ ბავშვს დაუდგინდა, ასე ვთქვათ, ეს ინფექცია, მაშინ ჩვეულებრივად მკურნალობენ ანტიბაქტერიული მკურნალობით. ნინო, თეონა, ძალიან დიდი მადლობა. GGRC ყოველთვის წარმოდგენილია ჩვენთან საინტერესო ინფორმაციით და ძალიან კარგი რომ ამ კლინიკურ სივრცეში უკვე საგანმანათლებლო მიმართულებაც მზადდება, როგორც ვიცით, ის სფერო, რაც არ არის მხოლოდ მშობიარობა და ორსულობა, ეს მოიცავს უამრავ სხვა მიმართულებას, ყველა მიმართულებით მუშაობს თქვენი კლინიკა და ყველანაირ სერვისს თავაზობს დღევანდელი, ყველა თანამედროვე გაიდლაინით გზამკვლევით ჩვენს მოსახლეობას. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები.